აი საუკუნის ბოლოსთვის თქვენ ნახავთ რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი ძალიან ესეთი პერსპექტიული ქვეყანა. ჩვენ ასე იქნება. ეხლა თქვენ გავიწყდებათ შარშანდელი ეს დრო. რასიც შარშან ამ დროს რა იყო? ვინ იყო, ვინ მართავდა ქვეყანას? ჩვენ ნუ ვლაპარაკობთ იმას, რომ 3-4 წელი და მე სხვა შორის ერთადერთი რაშიც არ ვეთანხმები პრეზიდენტს ეგ არის. ჩვენ 3-4 წელი კი არ დაგვიწყია. 3-4 წელი ფაქტიურად შარშანდრიდან დაიწყო. 3-4 წელი იყო ომი, ბრძოლა, ფარული თუ აშკარა. იმიტომ რომ წარმოებებში ვინ იჯდნენ? ხელისუფლებაში ვინ იჯდა? ვინ მართავდა პროცესებს? რა ხომ უნდა გავიგოთ. ქუჩაში როგორ გამოდიოდით და მე მახსოვს დასაფლავებით 11 საათზე, 12 საათზე იყო კაცო. იმიტომ ხალხს ეშინოდა. ეს იყო შარშან. ფაქტიურად ეს ბრძოლა დაიწყო შარშან დაახლოებით იანვრიდან, ხო? უკვე როდესაც ნელ-ნელა პრეზიდენტმა და დაიწყო ესე იგი ამ ავტორიტეტი. ეხლა რო იძახიან რომ პრეზიდენტს აქვს ესეთი მეთოდი თავის ახლობ ვინ იყვნენ მაგის ახლობლები? ვინ რასისულელებს ლაპარაკობენ? რეფსერი. პრეზიდენტი არის პიროვნება, რომელსაც ყოველთვის სტაბილურ სიტუაციაში უყვარს და სტაბილურ ხალხთან მუშაობდა და გადახედეთ მისი ადრინდელი მუშაობის პერიოდი. რა არიცი 93 წელს ვინც მოიყვანა იმათთან ერთად იმუშავა 85 წელს ვინ იყვნენ გვარებით დავასახელო იგივე არაჩვეულებრივად სტაბილური იყო რეგიონების ხელმძღვანელობა მე რა ზოგი მიდიოდა ზოგი მოდა ეს ჩვეულებრივი პროცესია და ეხლა რო იძახიან ხო ვინ იყო რა შევარნაძე მოვიდა აქ თავის გუნდში მოვიდა რო ჩამოვიდა 92 წელში და რა ლაპარაკია ეგ რო აი ისინი გავა და ის ყოველთვის თავის ახლობლებს ასე და ის არ არის მასე ბატონო ვისაც უნდა ეგრეთ დაინახოს კი ბატონო რას ქვია ვინ იყო მაგისი გუნდი მაგისი გუნდი მან დატოვა 85 წელს ჩამოვიდა დაიწყო ახალი გუნდის ჩამოყალიბება რომელსაც კიდე პროცესი უნდა კიდე დრო უნდა არა მე მაგალითად ვთვლი რომ მე პირადად მე უნდა ვიყო მზად იმისათვის რომ შეიძლება გარკვეულ პერიოდამდე ჩემი მისია შევასრულო და წავიდე იმიტომ რომ არსებობს ქვეყნის განვითარებაში ისეთი მომენტი რომ აი იმის იქით იმ მისიას ვეღარ შეასრულე ამისი გზნობა უნდა კონდეს ყველას და მე მირჩევნია ხელისუფლებაში ისეთი ხალხი იყოს რომლესთვისაც პრობლემა აი ამ წასვლის არ არის ამიტომ ეს არის ძალიან სერიოზული იდეოლოგიური ამბავით გასატარებელი ჩვენთან ეს ფსიქ როგორ კაცო ეს შეიცვლება აბა რა იმიტომ რომ ეს შევარდნაძეა და ის მას ჭირდება ქვეყნისთვის რაღაცა ახალი ძალების წამოწევა რაღაცის განახლება ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რომ ის ვიღაცას უპირისპირდება და ისე რო იცოდეთ ყველაზე სტაბილურად მომუშავე ადამიანია ვინა ის იყო რა ქვია მაგისი თურმე თანამებრძოლი ყოფილა კიტოვანი და ისა რა ქვია იოსელიანი და ისა ნუ რა არის ეს რაზე არის ლაპარაკი სირცხვილი არ არის მაგაზე ლაპარაკი და შევარდნაძის თანამებრძოლი ყოფილა ესე იგი კიტოვანი კაცი მოვიდა ესენი დახვდნენ აქ ხელისუფლებაც ქონდა და ერთი წელიწადი შევარდნაძეს საერთოდ რა ხელისუფლება ქონდა ვირას ეკითხებოდა კაცო აფხაზეთში როგორ შევიდნენ ეხლა ხო ერკვევა როგორ ანაწილებდნენ ესე იგი ობიექტებს როგორ ანაწილებდნენ ისე რა ხელისუფლება ქონდა კაცმა რაც გააკეთა მაგანა აი ამ 3 წლის განმავლობაში ვერავინ სოფლიოში ვერ გააკეთებდა ჩამოვიდა აი ცარიელი ხელები და ნელ-ნელა შექმნა ხელახლა თავისი ავტორიტეტი და თქვენ როგორ გახსოვთ ვინ იდგა ტრიბუნაზე როდესაც ბეიკერი ჩამოვიდა ვინ იდგა ტრიბუნაზე მოდი გავიხსენოთ რა აი სურათები ამოიღეთ თქვენ